მივესალმები ჩვენს საამაყო პარალიმპიელებს. 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც არის ნამდვილად უნიკალური შედეგი. ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში. აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც არის რა თქმა უნდა ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. თქვენი წარმატება, თქვენი დიდი ძალისხმევისა და ასევე თქვენი ოჯახების, მსმენელების და მთელი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის შედეგია. დიდი მადლობა ყველას, ვინც თქვენთან ერთად იყო ჩართული გამარჯვებისთვის ბრძოლაში. გულითადად გილოცავთ მიღწეულ შედეგებს და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასახელეთ საქართველოს და შთაგონების წყაროდ იქეცით მრავალი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ძალიან კარგად მესმის, რამხელა, შრომა, ნებისყოფა, სულისკვეთებაა საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას. და ამისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა. თქვენი წარმატება, ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მე იმედი მაქვს კიდევ ბევრი გამარჯვების მოწმენი გავხდებით მომავალშიც. თქვენი მიღებული 9 მედლი თქვენ აჩვენეთ, რომ თქვენ პარიზში არ წასულხართ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად, არამედ მოსაგებად. თქვენ აჩვენეთ ყველას, ვინც ჯერ ეს არ იცოდა, რომ მებრძოლი სული ჩქეფს ყველა ქართველის ვენებში. Ჩვენთან ერთად ჩემო პარაათლეტებო, მინდა მივესალმო ჩვენს იმ პარა ათლეტებს, ვინც არ იყვნენ პარიზში ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრები არიან, ჩვენი მოძრაობის მომავალია და დარწმუნებული ვართ, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს შევძლებთ. ასევე მინდა მივესალმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს და მათ აქედან მოუწოდო და უთხრა, რომ ჩვენი ოჯახის კარი მათთვის ღია არის და ჩვენ ერთად გვინდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე სასახელოდ. მინდა ერთი პატარა საჩუქარი ბათუმი ირაკლის გავუკეთოთ. ეს არის ეს ბირთვი, რომელმაც გაიარა სერტიფიცირება ორჯერ. ეს იყო ერთი მსოფლიოში, იაპონიაში ქალაქ კობეში, სადაც რეკორდი მოხსნით და გავემარჯვეთ, ოქროს მედალი წამოვიდეთ. და მეორე არის პარალიმპიურ თამაშებზე პარიზში, სადაც ასევე ორი რეკორდი წამოვიდეთ. მინდა რომ თქვენთან იყოს ეს თქვენს პირად კოლექციაში დარჩა.